ავარია ხაშურში, რომელმაც მატარებლების გადაადგილება შეზღუდა. ხაშური ლიხის მონაკვეთზე რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ. ხიდს, რომელზეც ლიანდაგები გადის, წუხელ დიდი ზომის სატვირთო დაეჯახა და კონსტრუქცია თითქმის 9 მეტრით დაიძრა. ხაშური ლიხის მონაკვეთზე ავტოსაგზაოს შემთხვევის შედეგად დაზიანებული რკინიგზის ხიდის მდგომარეობის შემოწმება ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ადგილზე ჩასულ დიას გადამღებ ჯგუფს უთხრეს ხიდზე სამუშაოებს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები უსაფრთხოების მიზნით აწარმოებენ. სამუშაოებისთვისაც ადგილობრივი მცხოვრებლები ადევნებენ. დიდიდან მუშაობენ ტრაქტორია და კარგად მუშაობენ. აკეთებენ სულ. ესა პირველი შემთხვევა კი არ არის. რამდენჯერმეა და ალბათ კარგად გააკეთებენ. საშიშროება ხო არ არის იმისა, რომ ძალიან კი დიახ, აბა აგერ ამ სახში ცხოვრობ და მეშინია მე ყველაფრის. აბა რა გადავარდე ესა იქ ჯერმანქანებზე და ეცემა და მე ჩავარდები და ერთი მეორეზე მასიზან სულა მატარებელი. გესუგვეში ეს ხიდი სულ დაზიანებულია. საშიშროება ყოველთვის არის. სხვადასხვაც მომხდარა ესეთი რამე. ხშირად იჭერება მანქანები კი. ხაშური ლიხის მონაკვეთზე არსებული რკინიგზის ხიდის სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რამაც მატარებლების მოძრაობის შეფერხება 1 საათის განმავლობაში გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, ამჟამად მოძრაობა აღდგენილია და მატარებლებიც შეფერხების გარეშე, მხოლოდ ერთ ლიანდაგზე მოძრაობენ. ხიდი და გავიხო და ჩამოინგრევა. ხო, ისე ხიდი პირველი შემთხვევა არის. ძალიან ხშირად ხდება და ეს საგზაო უნდა გაფრთხილდეს. ამ დაწიოს დაბლა გაიაოს არა ის ჩავდნენ უგოლნიკები და ის ჩავდა ხახნი ბეტონები სულ ჩამოანგრია მანქანები ანტურებენ მეტი არაფერი აქათო მატარებლის არაფერი საშიში არ არის მატარებელი აქ დადის და ვიცით რა ხაშური ლიხის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს რკინიგზაში აკეთებენ. აცხადებენ, რომ ხიდზე მიმდინარე სამუშაოები მალე დასრულდება, შეკეთდება ფილები და ტერიტორია გაიწმინდება. მუშაობთ, ორწუთიანი სამწუთიანი ინტერვალებში დაიკეთება 2-3 წუთი გზა, თალი მიმართულება მხოლოდ. ესეც უკვე მოთავსდება ეს საკითხი. საშიშროება არანაირი არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისოდან მატარებლის მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით არის, დაძრული არის ეს ხიდის კონსტრუქცია. პირველი ფაქტი შედგება. და ამის დაბრუნება მოხდება 12 საათი და რკინიგზის ჩვეულებრივ ფუნქციონირებას განაგრძობს. ხაშური ლიხის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სალიანდაგო უღელტეხილის სამმართველოში ამბობენ, რომ მოძრაობა სრულად დღის ბოლომდე აღდგება.